კაპიტოლიუმში 3 წლის წინ განვითარებულმა მოვლენებმა დონალდ ტრამპს უკვე 2 შტატში შეუქმნა პრობლემა. კოლორადოს შემდეგ ყოფილ პრეზიდენტს პირველად არჩევნებში კენჭისყრის უფლებას მეინის შტატიც არ აძლევს. ტრამპის გუნდი კიდევ ერთი სამართლებრივი დავისთვის ემზადება. კონკრეტული მტკიცებულებების წარდგენის მიუხედავად თეთრი სახლის ყოფილი ლიდერი და მისი გარემოცვა მეინის შტატის სახელმწიფო მდივნის გადაწყვეტილების მიღმა დემოკრატების გავლენას და პოლიტიკურ ინტერესს ხედავს. 2021 წლის იანვრის მოვლენების გამო საარჩევნო შეზღუდვები ექს-პრეზიდენტს სხვა შტატებშიც შეექმნა. ზოგიერთი შტატის უმაღლესმა ინსტანციამ კი აკრძალვები გააუქმა. საბოლოო გადაწყვეტილებები ახლა ამერიკის უზენაესმა სასამართლომ უნდა გამოაცხადოს. Congratulations, Mr. President. ამერიკის ყოფილ პრეზიდენტს საარჩევნო პრაიმერისში მონაწილეობის უფლებას უკვე მეორე შტატი უზღუდავს. კოლორადოს შემდეგ მსგავსი გადაწყვეტილება მეინის შტატში მიიღეს, თუმცა არა სასამართლო დონეზე. გადაწყვეტილება მეინის სახელმწიფო მდივანმა დემოკრატმა შენა ბელოუსმა მიიღო, რომელმაც 34 გვერდიანი განჩინება გაავრცელა და განაცხადა, რომ ამერიკის კონსტიტუცია არ მოითმენს შტატების მთავრობის საფუძვლებზე თავდასხმას. შეზღუდვის საფუძვლად 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ კაპიტოლიუმში განვითარებული პროცესები დასახელდა. ტრამპმა იცოდა, რომ მრავალთვიანი მცდელობა 2020 წლის დემოკრატიული არჩევნების დელეგიტიმაციის მცდელობები ამ ხმაურს გამოიწვევდა და შემდეგ გადაწყვიტა, რომ 6 იანვარს ცეცხლი გაეჩაღებინა და შემდეგ არაფერი იქნა ამის ჩასაქრობად. წარმოდგენილი მტკიცებულებები აჩვენებს 2021 წლის 6 იანვრის მოვლენებს. ისინი თავს დაეცხნენ არა მხოლოდ დედაქალაქსა და მთავრობის წარმომადგენლებს, კონგრესის წევრებს, ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს, არამედ კანონის უზენაესობას და მტკიცებულებები აჩვენებს, რომ ეს პრეზიდენტის მითითებით და მხარდაჭერით იყო განხორციელებული. მიუხედავად იმისა, რომ მეინის შტატის წარმომადგენელი მტკიცებულებებზე საუბრობს, ტრამპის წინააღმდეგ მიმდინარე საქმეებზე ჯერ არც ერთ სასამართლოს გადაწყვეტილება არ მიუღია და 2021 წლის 6 იანვრის პროცესებში მისი ბრალეულობა ამ ეტაპზე დადასტურებული არ არის. ამ ფაქტორის გათვალისწინებით ტრამპის ბანაკში მეინის შტატის სახელმწიფო მდივნის გადაწყვეტილებას პოლიტიკურ მიკერძოებას უკავშირებენ და აცხადებენ, რომ ყოფილი პრეზიდენტი შტატის ამ გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებს. ტრამპის საპრეზიდენტო კამპანიის ხელმძღვანელი სტივენ ჩონი ბელოუსს მიკერძოებულ ბაიდენის მომხრე დემოკრატად მოიხსენიებს და აცხადებს, რომ ამ გადაწყვეტილებით მეინის სახელმწიფო მდივანი საარჩევნო პროცესში ერევა. მეინის შტატში ტრამპის საპრეზიდენტო პრაიმერისში მონაწილეობის აკრძალვას ეხმაურება ფლორიდის გუბერნატორი რონ დესანტიც. იდეა, რომ აღმასრულებელ თანამდებობაზე მყოფ ერთ ბიუროკრატს შეუძლია უბრალოდ ძალმხრივად მოახდინოს თანამდებობიდან ვინმეს დისკვალიფიკაცია, ეს თავდაყირა აყენებს საკონსტიტუციო სამართალწარმოების ყველა ცნებას, რომელსაც ეს ქვეყანა ყოველთვის იცავდა 200 წელზე მეტი ხნის განმავლობაში. ეს ხსნის პანდორას ყუთს. ტრამპის საპრეზიდენტო პრაიმერისში მონაწილეობის აკრძალვაზე მოთხოვნა მიჩიგანისა და მინესოტას შტატების სასამართლოებმაც მიიღეს, თუმცა ორივე შემთხვევაში შტატის უზენაესმა სასამართლომ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი განაცხადა. ცალკეულ შტატებში მიღებულ გადაწყვეტილებებზე საბოლოო სიტყვა შეერთებული შტატების უზენაესმა სასამართლომ უნდა თქვას, რაც იმას ნიშნავს, რომ ტრამპის პოლიტიკური მომავლის ბედი უზენაესმა სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს. თუ რომელიმე შტატში პრაიმერისში მონაწილეობაზე აკრძალვა ძალაში დარჩება, მაშინ ტრამპი იმ შტატში ავტომატურად დაკარგავს ამ მრჩეველთა ხმებს. რესპუბლიკელები ტრამპის წინააღმდეგ საარჩევნო აკრძალვებს მის მზარდ რეიტინგს უკავშირებენ და დემოკრატებს კონკურენტის წინააღმდეგ მიუღებელი პოლიტიკური ხერხების გამოყენებაში სდებენ ბრალს. ექსპერტების ნაწილი კი აცხადებს, რომ ტრამპის ქმედებას სამართლებრივი შეფასება უნდა მიეცეს და ლოგიკურია, რომ კოლორადოს შტატის გადაწყვეტილებამ სხვა შტატებსაც მისცა ბიძგი. ტრამპის საარჩევნო კამპანიისთვის მეინის შტატის ამ გადაწყვეტილებას უდიდესი მნიშვნელობა ექნება, ისევე როგორც კოლორადოს შტატის შემთხვევას. თუმცა ეს არ არის საბოლოო გადაწყვეტილება, რადგან გადაწყვეტილება უნდა გასაჩივრდეს ჯერ მეინის შტატის სასამართლოში და შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატების უზენაეს სასამართლოში. კოლორადოსა და მეინის შტატებში მიღებულ გადაწყვეტილებებს შორის განსხვავება ისაა, რომ ტრამპისთვის პრაიმერისში მონაწილეობა კოლორადოს უზენაესმა სასამართლომ აკრძალა, ხოლო მეინის შტატში ეს გადაწყვეტილება დემოკრატიული პარტიის წევრმა სახელმწიფო მდივანმა ბელოუსმა მიიღო. ბელოუსი ამ ფაქტს იმით ხსნის, რომ შტატებს შორის განსხვავებული საკანონმდებლო რეგულაციები მოქმედებს. მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ მეინის შტატს აქვს უფრო მეტი უფლებამოსილება საარჩევნო პროცესებზე ვიდრე სხვა შტატებს. ზოგადად ყველა საკუთარ საარჩევნო პროცესს განსხვავებულად ადგენს. ტრამპის საპრეზიდენტო პრაიმერისში მონაწილეობის აკრძალვა ამერიკის კონსტიტუციის მე-14 შესწორებას ეფუძნება. ეს კანონი ამერიკაში 1861-65 წლებში მომხდარი სამოქალაქო ომის შემდეგ მიიღეს და აჯანყების
მიღებასთან დაკავშირებულ თანამდებობის პირებზე ძალაუფლების შეზღუდვას ითვალისწინებს. ტრამპი და მისი მხარდამჭერები 2020 წლის 6 იანვრის მოვლენებში უკანონო ქმედებებს კატეგორიულად უარყოფენ. თუმცა სწორედ ამ მოვლენებთან დაკავშირებული საქმეები არის ერთ-ერთი, რომელმაც შესაძლოა ტრამპის 2024 წლის არჩევნებში მონაწილეობას დაბრკოლება შეუქმნას.